მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენის მიერ დატრიალებული სისხლიანი ქარიშხალი მხოლოდ ხალხთა ბედს კი არ ცვლიდა, არამედ თავად დედამიწის ატმოსფეროსაც კი მკურნალობდა ბრჭყალებში. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტია, თუმცა მეცნიერულად დადასტურებული. მონღოლთა დაპყრობებმა იმდენად შეამცირა მსოფლიო მოსახლეობა, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის CO2-ის დონემ საგრძნობლად დაიწია. როდესაც ჩინგის ყაენის ჯარებმა დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი გაანადგურეს, მათ გააჩერეს უზარმაზარი სამეურნეო მანქანა. მიწები, რომლებსაც გლეხები მანამდე ტყეების გაჩეხვის ხარჯზე ამუშავებდნენ, უპატრონოდ დარჩა. ადამიანის ხელი რომ გამოაკლდა, ბუნებამ მყისიერად დაიწყო თავისი უფლებების აღდგენა. მიტოვებულ ყანებსა და დანგრეულ ქალაქებში რამდენიმე წელიწადში გიგანტური გაუვალი ტყეები ამოვიდა. ამ ახალმა პლანეტის ფილტვებმა ჰაერიდან იმდენი ნახშირორჟანგი შთანთქეს, რომ პლანეტა ფიზიკურად გაგრილდა. ამ ისტორიის მიღმა უდიდესი ფილოსოფიური პარადოქსი იმალება. ჩინგის ყაენი, რომელიც კაცობრიობისთვის სისასტიკისა და სიკვდილის სიმბოლოა, ბუნებისთვის უნებლიეთ ყველაზე დიდ ეკოლოგად იქცა. ეს ფაქტი გვაჩვენებს ერთ სასტიკ ჭეშმარიტებას. ადამიანის პროგრესი, შრომა, მშენებლობა და გამრავლება დედამიწისთვის ხშირად დამხრშობი კვამლია, ხოლო ჩვენი უდიდესი ტრაგედია ბუნებისთვის ამოსუნთქვას ნიშნავს. გამოდის, რომ სამყაროს ბალანსი ძალიან ცივი და უემოციოა. იქ, სადაც ჩვენ სისხლსა და ნანგრევებს ხედავთ, დედამიწა ხედავს შანსს, რომ თავი განიკურნოს. ეს ამბავი გვასწავლის, რომ ადამიანი და ბუნება მუდმივ ჭიდაობაში არიან. ჩვენი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი პლანეტას სუნთქვას უხშობს, ხოლო როცა ჩვენი ხმაური წყდება, სამყაროში ისევ მწვანე სიმშვიდე ისადგურებს. ეს არის მწარე შეხსენება იმისა, რომ ჩვენი არსებობა ბუნებისთვის საჩუქარი სულაც არ არის. პირიქით, დედამიწა ყველაზე ლამაზად მაშინ ყვავის, როცა ადამიანის მბრძანებლური ხელი აკლდება.